ჯეოტრენდი წარმოგიდგენთ. ქალი მეფე, ნაწილი მეორე. თქვენო უდიდებულესობაო, გიორგი რუსი ჩვენს საზღვრებს აჯანყებულთა ჯარით მოადგა. მე არ მსურს ძმათა შორის სისხლის ღვრა. ნათობისას გაგზავნეთ ეპისკოპოსები და მოხელეები მოსარიგებლად. გამრეკელო, უხმე 4-ვე მხარგრძელს და თორელებს, რომ გაუძღნენ ლაშქარს და ჯავახეთამდე, ჩვენთვის ხელსაყრელ ველად, დახვდით ამბოხებულებს. 1191 წელს იური მხარდამჭერი რაზმით საქართველოში ერზრუმის გზით შემოვიდა. აჯანყებას ბევრმა დიდებულმა დაუჭირელ ხარი. მათ შორის იყვნენ კლარჯეთისა და შავშეთის მმართველი გუზან ტაოელი, სამცხის სპასალარი ბოცო და მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი. უთხარით მეფეს დათმოს თავისი კანონიერი ტახტი, რადგან სისხლის ღვრა გარდაუვალია. მართალი ხარ იური, სისხლის ღვრა გარდაუვალია, მაგრამ ამჯერადა შენი. თამარის მომხრეებმა ამბოხებულები თითქმის უმსხვერპლოდ დაამარცხეს. იური ანდრეიძე კვლავ კონსტანტინოპოლში გააძევეს. რაც შეეხება სხვა დიდებულებს, ისინიც არ დაუსჯიათ სიკვდილით, რადგან ამას კანონი ითვალისწინებდა. 1193 წელს იურიმ ხელმეორედ სცადა შემოიჭრა ამჯერად რანის მხრიდან, მაგრამ ის მალევე გააძევეს. უფალმა ისმინა ხალხის კეთილი ნდომა და თამარს ეყოლა ვაჟი ყოვლითურთ მსგავსი პაპისა. ახალშობილს გიორგი დაარქვეს. მას ასევე ეძახოდნენ ლაშას, რაც მნათობელს ნიშნავდა. გავიდა ერთი წელი, თამარმა მეორე შვილი, ახლა უკვე ასული შვა, რომელსაც ძვირფასი მამიდას სიყვარულით რუსუდანი უწოდა სახელად. ლაშა, ლანგარი კარგად მოასუფთავე, ჩემო ბიჭო. დიდო ხალიფავ, ყველა სახელმწიფოს მთავრები აქ გახლავართ. ქრისტიან ქართველთა ძლიერება დღითი დღე იზრდება. თქვენს შემწეობას ვითხოვთ, რომ ერთიანი ძალებით გავილაშქთ. ჯეოტრენდი. გამოგვიწერეთ YouTube არხზე, რომ თქვენი დახმარებით შევძლოთ ისტორიის გაცოცხლება. აბუბაქრმა საქართველოს ქვეშევრდომი ქვეყანა შირვანი დაიპყრო. შირვან შაჰმა აღსართანმა მოციქულის ხელით დიდძალი ძღვენი გამოუგზავნა თამარ მეფეს და დახმარებას თხოვა. ანდონ, ჩემო ჭყონდიდელო, წიგნობარებს აუწყეთ უმალ დაწერა და გავრცელება ბრძანების. სასტრაფოდ ქუდზე კაცი შეიგრიბოს და ასევე ამცნეთ ყველა ეკლესია მონასტერს ღამის თევისა და ლიტანიობის შეუჩერებლივ აღსრულება. წარგზავნეთ შესაწირავი გლახაკებისთვის, რათა მოიცალონ ლოცვისთვის და მოწყალებას თხოვონ ღმერთს. დაენუიტყვიან წარმართები, სადა არს ღმერთი იგი მათი. ბრძანებიდან 10 დღეში სრულიად შეიკრიბა მთელი ქვეყნის იმიერ და ამიერ მხარის მხედრობა და მეომარი. მეფე წარუძღვა ლაშქარს და გააცილა ქალაქის მისადგომებამდე. ბრძოლის წინ თამარმა გაამხნევა, დალოცა და უფლს შეავედრა ქრისტესთვის თავდადებული მხედრობა. ძმანო ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქვენი სიმრავლისა მათისათვის და სიმცირისა თქვენისა.
რამე თუ ღმერთი ჩვენთან არს, ოდენ მიენდვენით და გულნით თქვენი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯვარისა მიმერთ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქვეყანათ მათად, შეწევნითა ყოვლად წმინდისა ღმრთის მშობელისათა და ძალითა უძლებელითა ჯვარისათა წარემართენით. ჩვენთან არს ღმერთი. ხოლო თვით წარი ხადნა სამოსელი ფეხრთანი და ფერხივ შიშულითა ფერხვითა მიიწია ტაძარსა ღმრთი მშობლისასა მეტეხთა. ათასას 95 წელი. შამქორი. აბუბაქარი თავისი მრავალრიცხოვანი მოლაშქრეებით შამქორში გამაგრდა. ურჯულოები ბევრად აღემატებოდნენ ქართველთა ლაშქარს, ვინაიდან მის შემადგენლობაში შედიოდნენ ბაღდადელთა და მოსულთა, ავარიელთა და ერაყელთა, ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხვათა მრავალთა წარმომადგენლები. ამიტომაც მტერი დაიმედებული იყო თავისი სიმრავლით და ამასთანავე მინდობილი იყო შამქორის ციხესიმაგრის სიძლიერესა და მასთან მისასვლელი ხევის გაუვალობაზე. ქართველთა 90,000-იან ლაშქარს მეთაურობდა თამარის მეუღლე, დავით სოსლანი. წინა ხაზზე იყვნენ თორელები და მესხები. მარჯვენა ფლანგს კი მეთაურობდა ზაქარია მხარგრძელი. 2 ივნისის დილას დავითმა შეტევაზე გადასვლის ბრძანება გასცა. შამქორის ციხესიმაგრესთან მისასვლელ ბორცვთან განლაგებულ აბუბაქარის წინახას მესხთ თორელნი ეკვეთნენ. ზაქარია მხარგრძელი კი ელოდებოდა მტრის გამოტყუებას და თავისი ფლანგით მარჯვენა მხრიდან მალევე გადავიდა შეტევაზე. დავით სოსლანი თავისი რჩეული კავალერიით და ჯარის მცირე ნაწილით მიმდებარე ტყეში შევიდა და მდინარე შამქროჩაიზე შემოვლა დაიწყო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, მაგრამ ცუდი სავალი გზის გამო მარშის ტემპი შეყომდა. მაგრამ აბუბაქრმა სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. მან ჩათვალა, რომ რადგან ქართველების სხვა დამხმარე ჯარი არ ჩანდა, მთავარი ძალა ის იყო, რომელიც პირდაპირ უდევდა ქალაქს და მთელი ძალები მისკენ დაძრა. სწორედ აქ გამოიჩინეს საოცარი გმირობა ძმებმა ახალციხელებმა, შალვამ და ივანემ. ისინი თავდაცვაზე გადავიდნენ და იდგნენ ვითარცა ვეფხვნი ფრთოსანნი. მალე მათ რეზერვში დარჩენილი ზაქარია მხარგრძელის რაზმი დაეხმარათ. როცა დადგა ბრძოლის გადამწყვეტი მომენტი, აბუბაქრის მარჯვენა ფლანგს მთელი ძალით ეკვეთა დავით სოსლანი. ეს მტრისთვის სრული მოულოდნელობა აღმოჩნდა და დაიწყო არევ-დარევა მათ რიგებში. ქართველმა მხედართა მთავარმა არმია გადაახალისა 3 ნაწილად და საბოლოო იერიში მიიტანა აბუბაქარზე. დავით სოსლანმა 20 კილომეტრის მანძილზე სდია მტერს და პირწმინდად გაანადგურა. აბუბაქარის 200,000-იანი არმია თითქმის მთლიანად განადგურდა. გადარჩა მხოლოდ მცირე ნაწილი. ქალბატონო, მანდატურთუხუცეს ჭიაბერია მოსული. მეფეო, უფლმა ისმინა თქვენი ვედრება, ჩვენებმა მხნედ დაამარცხეს ურჯულოები და დიდი ნადავლით ბრუნდებიან. მალევე მხედრობაც მოვიდა დავითის წინამძღოლობით. მათ თამარს მოართვეს აურაცხელი განძი, 12,000 ტყვე, 40 ავაზა, 20,000 ცხენი, 7,000 ჯორი, 15,000 აკლემი და სხვა ოქრო ვერცხლი, ხოლო შალვა ახალციხელმა მოართვა მოწინააღმდეგის უძლეველობის ნიშნად გამოგზავნილი დროშა იგი ხალიფასი. თამარმა ეს დროშა გელათის მონასტერში დაბრძანებულ ხახულის ღმრთის მშობლის სასწაულთმოქმედ ხატს შეწირა.
დროშისა და სხვა საჩუქრების გადაცემასთან დაკავშირებით მეფემ ლექსი იამბიკოც დაწერა. ბნელით ნათელსა, ნათელთა მხედველობად. შენგან ქალწულო, რომელსა შენთვის დავით როკვიდა, ძისა ღმრთისა ძედ შენ დაყოფად. მე თამარ, მიწა შენი დამიერივე, ცხებულობასა ღირს მყავ და თვისობასა. ედემს ღათირთად, სამხრით და ჩრდილოეთით შუამფლობელი იავარს შენ დამმრთელობ. როგორც მოგწერე, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა შეასრულო. იპოვე ყველაზე ძლიერი ვირთხის საწამლავი. GeoTrendy. გამოგვიწერეთ YouTube არხზე, რომ თქვენი დახმარებით შევძლოთ ისტორიის გაცოცხლება.